6 წლის წინ 2020 წელს გავაკეთე ვაჟა-ფშაველას ანიმაცია ლექსზე ის კი არ არის ბიჭობა. აი საუბარი მოგვს ამ ანიმაციაზე. ის კი არ არის ბიჭობა, როს გამაგრებდნენ, ხმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავის თავად ახვარ. 2019 წლის შემოდგომაზე დამებოდა პირველად ამ ანიმაციის შექმნის იდეა. მაშინ ჯერ კიდევ ახალი დაწყებული მქონდა ის მიმდინარეობა, რასაც შემდგომში ანიმაციური პოეზია უწოდე და ეს იყო ფაქტობრივად პირველი ნაბიჯები. მანამდე იყო სტუმარ მასპინძელი, სადაც პირველად გამოვაჩინე ვაჟა-ფშაველა და ამის შემდეგ ჩავთვალე, რომ მეთქი ვაჟა-ფშაველას სოლო ანიმაცია უნდა კონდეს და შევარჩიე ვაჟას ერთ-ერთი ლექსი ის კი არ არის ბიჭობა. ამ ანიმაციაზე მუშაობის პროცესში ვერც კი წარმომედგინა რამხელა რეზონანსი მოყვებოდა და რამხელა გამოხმაურება და როგორ გადააჭარბებდა თავისი გამოხმაურებით სტუმარ მასპინძელსაც, რომელიც მანამდე მქონდა დადებული. მოკლედ რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, როდესაც უკვე ანიმაცია მზად მქონდა, დარჩა ორი ეტაპი. გახმოვანების გარდა გარემო ხმები, ტყის ხმები, ქარი, ფოთლების ხმა და ასე შემდეგ და მუსიკა. რაშიც დამეხმარნენ ჩემი მეგობრები, თორნიკე გელაშვილი და ლელა ნაყეული. ლელამ დაწერა მუსიკა და თორნიკემ გააკეთა გარემოს ხმები, ის ტყის ხმები, ფოთოლცვენა და ასე შემდეგ, რა ხმებიც ისმის. გახმოვანება არის გოგი ხარაბაძის, ინტერნეტში იყო მანამდეც და სულ მომწონდა ეს ვერსია და რას გამოვიყენებდი თუ არა ამას და გავაკეთე ამავე ხმაზე ანიმაცია. საბოლოო ჯამში, როცა შევკარი უკვე მთლიანი პროდუქტი და დავდე, მოხდა ის, რასაც არ ველოდი და რისთვისაც ძალიან მოუმზადებელი აღმოჩნდი, რასაც ქვია აფეთქდა ეს ანიმაცია. ჯერ ხო YouTube-ზეც, დღემდე ემატება ნახვა, 1,400,000 ნახვა აქვს YouTube-ზე და Facebook-ზე, აი ვისაც არ დაეზარა, ყველამ ჩამოტვირთა და საკუთარ გვერდზე ატვირთა და მახსოვს, რომ უცხოხილი იყო მაშინ ჩემთვის, რომ რას ქვია, ჩემი ანიმაცია ჩამოტვირთე და შენსაზე ტვირთავ, თან ავტორსაც არ უთითებ, მეთქი რა ხდება და აი ესე ვიყავი რამდენიმე თვიან, თითქმის 1 წლიან ომში, რასაც ქვია, რომ ესე ხალხს ვეუბნეოდი, რომ მეთქი ავტორს მაინც რატო არ უთითებთ, ანუ თუ ტვირთავთ საკუთარ გვერდზე და ასე შემდეგ. მაშინ ეგ ახალი ამბავი იყო ახლა ჩემთვის და მე მაგას მივეჩვიე და დღეს უკვე რეაქცია აღარ მაქვს. თუმცა მსგავსი ფაქტები დღეს უკვე შემცირდა. აი მაგალითად ბოლოდროინდელ ანიმაციებზე ვაჟას ბოლოდროინდელი ანიმაციები რაც დავდე და ტენეტის ანიმაციებზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. მაგრამ თუ მაინც და მაინც იზავთ მსგავს რაღაცას და საკუთარ გვერდზე ატვირთავთ ჩემს ანიმაციებს, აქვე მინდა გითხრათ, რომ ავტორი მაინც დაურთეთ და ტიტრებიც არ წაშალოთ თავში და ბოლოში. ხო. მას შემდეგ, როგორც წეგან თქვი, გავიდა 6 წელი და ამ დროის მანძილზე წერან ვახსენე, რომ ახალი ადგმული მქონდა მეთქი ნაბიჯები. ამ დროის მანძილზე ჩემი ხედვაც დაიხვეწა, რაღაცებში, ანუ უფრო კრიტიკული გამიხდა და შესაბამისად უფრო მეტი შეცდომის დანახვა დავიწყე ჩემს წინა ნამუშევრებში. და ვაჟას ეს ანიმაციაც არ აღმოჩნდა ამ ხრივ გამონაკლისი და წლების მანძილზე უფრო და უფრო ვამჩნევდი ბევრ შეცდომას, რაც მქონდა დაშვებული. ერთ-ერთი და უმთავრესი იყო პროპორციები. მაგალითად, ხელები ძველ ანიმაციაში აქვს პატარა და სუსტი. ასევე მხრებიც მთის კაცისთვის შეუსაბამოა. და ეს და სხვა დეტალები არის ძალიან ბევრი, რაც საბოლოო ჯამში არ მომწონდა, მაგრამ ეხლა დევს ეს ანიმაცია და მე ამის წამშლელი არ ვარ, იმიტომ რომ ჩემი წარსული ასე თუ ისე და ჩემი განვლილი ეტაპია ცხოვრების და მინდა რომ იყოს, მაგრამ მინდოდა რომ ხელახლა გამეკეთებინა და ხელი შემევლო. თუნდაც იმ მოძრაობებისთვის, რასაც აკეთებს ეს ქვაზეროზის და ჯერ ერთხელს დაეყრდნობა მერე მეორეზე და ასე შემდეგ და საუბრის დროს ეს მანერები როგორც იქნევს ხელს, აი ეს ყველაფერი რომ დამეხვეწა და რაც მთავარია, გამეფერადებინა. არ ყოფილიყო შავ-თეთრი პირქუში, ისეთი როგორც წინა. იმას თავისი პეცი და თავისი ესთეტიკა აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ვაიბი აქვს უფრო. მაგრამ მინდოდა რომ რაღაც ეს ლექსი ფერად ვერსიაშიც ყოფილიყო. და შესაბამისად ამ რამოდენიმე კვირის წინ, კი არა და 2 კვირის წინ გადავწყვიტე რომ დამეყენებინა საშველი ამისთვის და გამეკეთებინა ბოლო-ბოლო ვაჟა-ფშაველას ის კი არ არის ბიჭობას ფერადი ვერსია.
და მეც დავჯექი, დავხატე ფონი თავიდან, ის ხე უკან რაც აქვს, აი ამაზე ვამბობ ძველ ვერსიაში. ეგ ხე მოუშალე მთლიანად, დავტოვე მხოლოდ თქვა. თავიდან ვცდილობდი რომ გადამეკეთებინა უკვე არსებული ფონი რაც იყო და უბრალოდ გამეფერადებინა, მაგრამ არ გამოვიდა, ასე რომ მთლიანად წავშალე და დავიწყე თავიდან დახატვა. აი ასეთი გამოვიდა ფონი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ წინა ვიდეოებში დევს. და ფონის დახატვის შემდეგ ჯერ მიდგა უშუალოდ პერსონაჟზე და პერსონაჟის გაფერადებაზე. ნუ რა ფერი უნდა გამეკეთებინა, ეხა მუქი უნდა ყოფილიყო ისევ, ეხა ჩოხა და მთლიანად ტანსაცმელი რაცაც ვია. ხო და ავირჩიე მუქი ლურჯი. ნუ ვინც კარგად არ დააკვირდით, შეიძლება შავი გეგონოთ, მაგრამ რეალურად მუქი ლურჯია. და ვაჟას თავი შევცვალე. და გამოვიყენე ახალი პერსონაჟის, ახალი ვაჟას სახე ფაფახში, რომელიც არის. აი საუბარი მაქვს ამაზე. რასაც მაყურებლების 80%-ის მხრიდან მოჰყვა კომენტარები, რომ ძველი ვაჟა ჯობდა. ხო, მესმის გარკვეულწილად ატომაც აკომენტარებენ მაგას, იმიტომ რომ ვაჟას ის ძველი პერსონაჟი, აი ამაზე მაქვს საუბარი, კარგად დააკვირდით აი ამ სახეს. აი ეს პერსონაჟი თითქმის იმეორებს ვაჟას ცნობილი ფოტოს, აი ფაფახში რომელიც არის თავის სახლთან როზის, მაგ ფოტოს ენერგეტიკას და სტილს და ვაიბს მთლიანად რა. შემდეგ ვიდეოც გავაკეთე, რომელიც წინა დღეებში დავდე, შეგიძლიათ ნახოთ ჩემ გვერდზე, სადაც ორ ნაწილად არის ეკრანი გაყოფილი და ზედა ნაწილში არის ძველი ვერსია, ქვედა ნაწილში არის ახალი. დავაწერე 2020-2026 და აი სწორედ აქ გამოჩნდა ის წეღა რაც თქვი, აი მაყურებლების უმეტესობამ რომ დააფიქსირა აზრი, რომ ძველი ვერსია უფრო ჯობია. ნუ მესმის თქვენიც, იმიტომ რომ წერან რა მიზეზებით თქვი, მაგის გათვალისწინებით, ხო, გეთანხმებით, თუმცა ამ პერსონაჟით მირჩევნია გაგრძელება, რაღაცეებს ჩავასწორებ, განათებებს დავუმატებ, ცოტას შევცვლი და უფრო მეტად დავამსგავსებ, აი იმ ფოტოში როგორც არის ვაჟა, მაგ ვაჟას და შავ-თეთრს რაც შეეხება, ზოგადად ვეცდები რომ საომავლოდ ანიმაციებში შავ-თეთრი ტონალობები ნაკლებად გამოვიყენო, იმიტომ რომ მაგით დავიწყე და საერთოდ რისი პრობლემაც მქონდა, იყო ეგ რომ სულ პირქუში და შავ-ბნელი ანიმაციები მქონდა და მინდა რომ სერიოზულად გამოვიდე მაგ კლიშედან და გავაკეთო ფერებში და ვიმუშაო ფერებთან. ნუ სტუმარ მასპინძელს რაც შეეხება, ეგეც ხო შავ-თეთრია, მაგას რომ გავაკეთებ, ხო გავაკეთებ. ეგ ისევ შავ-თეთრი დარჩება, მაგას ხელი არ დაედება პირდებით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ამ ანიმაციაში ის ყველაფერი გამოვასწორე, რის გამოც გავაკეთე ზოგადად ეს ახალი ანიმაცია. საუბარი მაქვს ეს ჟესტიკულაციებზე, ტანის მოძრაობებზე, ხელის გაშვერაზე და პროპორციებზე, რაც ყველაზე მთავარია. ხელები გაუდიდე და უფრო ადეკვატურად ვაშლევინებ და რაღაც უაზროდ აღარ იქნებს მოკლედ ხელებს. ეგ მინდოდა რომ გავამესწორებინა. ეხლა კი გადავედით რუბრიკაზე სახელწოდებით სამომავლო გეგმები, სადაც ვამბობ ხოლმე მომავალ ანიმაციებზე, რის დადებას ვაპირებ, რა არის უკვე მზად და ასე შემდეგ. პირველი არის მარტოობა, მეორე არის ვაჟა-ფშაველას და აკაკი წერეთლის დაპირისპირება, რომელზეც წინა ვიდეოშიც ვისაუბრე და აღმოჩნდა რომ ხალხის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება არის ამ ანიმაციის შესახებ. აი საუბარი მაქვს ამაზე. წინა ვიდეოში თქვი, ამ ანიმაციაში ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი ერთმანეთის პირისპირ სხედან მატარებლის კუპეში და მესამე ვაჟას არწივი. კი ბატონო, არ მოგესმათ, დიახ, ნამდვილად ვაჟას ლექსზე არწივი. დავიწყე უკვე მუშაობა აქტიურად და უახლოეს მომავალში, არ ვიცი, ნახოთ. ნუ ამ ანიმაციების შემდგომ დაიდება, ესეც რა თქმა უნდა, უკვე პროცესია და ძალიან მალე მექნება მზად. თუ მხარს უჭერ ამ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ და ძალიან დიდი ინტერესით ელოდები, დამიტოვე კომენტარი, რას ფიქრობ ამ პროექტებთან დაკავშირებით, რომელ ანიმაციას უფრო ელოდები და ასე შემდეგ. ჩემთვის ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა წინასწარ. ახლა კი რაც შეეხება ვაჟას გარდა სხვა პოეტებზე და მწერლებზე ანიმაციებს. როდემდე უნდა ვაკეთო მხოლოდ ვაჟა და გავაკეთებ თუ არა სხვაზე ანიმაციას. და კი, გავაკეთებ. მაგალითად, რა სიტყოდით ნიკოლოზ ბარათაშვილზე ან რა სიტყოდით შოთა რუსთაველზე.
დიახ. ამ ანიმაციებს რაც შეეხება, ჯერ არ გეტყვით, რომელ ლექსზე ვაკეთებ და კონკრეტულად შოთას რომელი აფორიზმი იქნება და ტატოს რომელი ლექსი იქნება ამ ანიმაციებში. ეს მოდი ინტრიგად დავტოვოთ. თუ გაინტერესებთ, დამიკომენტარეთ რომელ ლექსი ხილავდით აი ამ პერსონაჟებით და ვნახოთ, იქნება მართალი აღმოჩნდეთ. ხო, სულ ეს იყო ტრადიციულად, როგორც ვიდეოს ბოლოში ვამბობ ხოლმე, სულ ეს იყო მეგობრებო, რისი თქმაც მინდოდა. და ხო, შევხვდებით მომდევნო ანიმაციებში და ვიდეოებში. არხის დონაციის მსურველებისთვის კი ანგარიშის ნომერი კომენტარებში იქნება. ალბათ დიდი მადლობა და დროებით.